ძალიან ხშირი კითხვა არის, საერთოდ რა არის ჩემი მისია და ეს მართლა უკვე წლები ვატარებ კონსულტაციებს ბედის მატრიცაზე და ერთ-ერთი აი ესეთი საინტერესო, ну, რა თქმა უნდა, ყველას ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი მისია, რისთვის მოვედი მე აქ, რა უნდა გავაკეთო, ხო? და ამაზე მინდა დღეს გესაუბროთ, ვინც არ მიცნობს, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმონით არანომეროლოგი, ენერგოპრაქტიკოსი, ფსიქოლოგი და ვარ ექსპერტი ბედის მატრიცის, რომელიც ახლა მართლა ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესებული და ეს იყო ერთ-ერთი ჩემი ოცნება, როცა მე პირველად თვითონ ვიპოვე ბედის მატრიცა ჩემ ცხოვრებაში და ყველა აბსოლუტურად პასუხები როცა მივიღე ჩემს კითხვებზე, აი ჩემი მისია ზუსტად იმაში აღმოვაჩინე, რომ მე უნდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუყვე ამ უნიკალურ ინსტრუმენტზე, იმიტომ რომ ეს უნიკალური ინსტრუმენტი ცვლის ცხოვრებას ყველანაირად აბსოლუტურად შეიძლება კი არა გინდა პირადი ურთიერთობა, გინდა შენი მისია, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, აუცილებლად ამაგაში დამეხმარება ჩემი მეგობარი და მე ვფიქრობ, რომ ეს მართლა აქტუალური თემა, იმიტომ რომ, ну, რა თქმა უნდა, აი სადღაც 30 წლის მერე ადამიანს ყველა ვარიანტში ებადება ეს კითხვა, რისთვის ვარ მე აქ, რა მისია მე მაქვს და ამიტომ დავიწყოთ და გიპასუხებ დღეს ძალიან აქტუალურ კითხვებზე და თუ თქვენ გექნებათ კითხვები კიდე ამის გარდა და ამოწურავი არ იქნება ეს ჩემი საუბარი დღევანდელი ასეთი ლამაზი ადგილიდან თქვენთან შეგიძლიათ მე კომენტარებში მომწერო და აუცილებლად გადავიღებ კიდე ვიდეოს იმ თემაზე, რა თემას გაინტერესებს თქვენ. მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ და დავიწყოთ. აქვს თუ არა ადამიანს საკუთარი მისია, თუ ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია? არა, ყველას ჩვენთაგანს გვაქვს მისია, რა თქმა უნდა, ჩვენ არავინ არ მოვდივართ აქ. მისია რას ნიშნავს საერთოდ? მისია ის კი არა, ეს რასაც ჩვენ გარედან რაღაცას ვაკეთებ. მისია არის სულის გზა. ჩვენი სული როცა მოდის დედამიწაზე, იმას აქვს რაღაცა თავისი ამოცანები, იმას აქვს თავისი ანუ გაკვეთილები. ამაზე მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ და რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ხდება ჩვენ ცხოვრებაში ესეთი სიტუაციები, რომელიცაც აი მივყავართ ჩვენ იმ საქმიანობამდე, რომელიც უნდა ავირჩიოთ მე საბოლოოდ. სხვათა შორის, აი მაგალითად მე მერჩევნია ახლა კი, რა თქმა უნდა, უამრავი კონსულტაცია მაქვს და მიყვარს ძალიან მაგალითებით ახსნა, იმიტომ რომ უფრო გასაგები არის ყოველთვის და ბევრჯერ მომიყოლია ხა ჩემი ისტორია, ხა ვინც უკვე ჩემთან დიდი ხანია იციან. ბედის მატრიცაში არის ძალიან ბევრი ისეთი მომენტები, თქვათ, რესურსი, რა რესურსით ხარ მოსული, რა ნიჭი გაქვს, ამასაც შევეხებით ჩვენ დღეს, ხო? რა კარმები გაქვს, ხო? და აი პირადად ჩემი არის, თქვათ, ამოცანა იმისი იყო, რომ მოვედი რესურსით, მასწავლებლის რესურსით, ხო? ანუ მეხუთე ენერგია. თუ ვინმეს გაქვთ თქვენ ახლა 23 ენერგია დაუშვათ, 23-ში დაბადებულები ხართ, ან 5 რიცხვში დაბადებულები ხართ, თქვენს ჩემსავით ხართ ადამიანები, ვისაც აქვს აი ეს ნიჭი, რომ იყო მასწავლებელი. და ჩემი საერთოდ რატო ვიყავი ასე გაოცებული, იმიტომ რომ ბავშვობიდან მარტო მასწავლებლობაზე ვოცნებობდი და მინდოდა ყოფილიყავი სკოლის დირექტორი და მეოთხე ენერგია მაქვს ნიჭზე, ანუ ეს დაბადების თვე თქვენი და ზუსტად ის არის, რომ გავხდი სკოლის დირექტორი. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება ამისრულდა, მაგრამ ფულის კარმაზე მქონდა მე 18 ენერგია, შეგიძლიათ შეაჯამოთ თქვენი წელიწადი, თქვათ, ну 1971 მაგალითად ჩემი 18 გამოდის და იყო მე 18 ენერგია. ერთ-ერთი მნიშვნელობა არის მაგისი ის, რომ უნდა ვიყო ეზოტერიკითაც დაკავებული, ასე რომ ვთქვა და პირად დანიშნულებაზე არის მატრიცაში ისეთი ადგილი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც გვაჩვენებს ჩვენს პირად დანიშნულებას. აი ჩემი არის 5, 13, 18. რას ნიშნავს ეს აგიხსნით რა. სხვათა შორის ჩემ კურსზე, რომელიც უკვე სუმალე დაიწყება, სადაც მე თქვენ გასწავლეთ ზუსტად იმის გამოთვლას, ანუ თქვენ პირად დანიშნულებას, რა რესურსებით ხართ მოსული, რა ნიჭები და ასე შემდეგ, აუცილებლად მიხვდებით თქვენს პირად დანიშნულებას. აი საიდან ავიღე ეს 5, 13, 18,
რთულობასაც მივხვდები თქვენ, ვისაც ახლა დაგაინტერესებთ ეს ამბავი და მანდ არის ზუსტად, აი ნახეთ, მეხუთე ენერგია, მასწავლებელი ბავშვობიდან თამაშობდი სულ მასწავლებლობანას, ხო? თან ეს არის როგორ იცით, არიან სულები, ასე წოდებული თქვა, ძველი სულები, ხო? რომელიც გრძნობენ და რომელიც ეგრევე მიდიან თავის გზაზე, ირჩევენ რაღაც, აი თითქოს ბავშვობიდან რა ხვდებიან, ახსოვთ, ხო? ზოგს არ ახსოვს. ამიტომ გადიან რაღაცა პერიოდები გადის, თქვა რაღაცა სწავლობს და მე ამ ცოდნას გასცემს, თქვა, ნუ ეხლა თუ მეხუთე ენერგიას შევეხოთ, ხო? დაუშვათ ახლა მე-13 ენერგია არის ტრანსფორმაციული ენერგია, მაგალითად, ანუ ჩემ შემთხვევაში, ხო? ეს არის, როცა შენ შეგიძლია სხვის ცხოვრებაში და ხო მეხუთე ენერგია კიდე კარგი ფსიქოლოგები არიან, კარგი ნუმეროლოგებიც არიან, ეზოტერიკოსებიც არიან, ანუ ადამიანები, ვისაც შეუძლია ძალიან დიდი წვლილი შემოეტანონ სხვის ცხოვრებაში, რაღაცა ცოდნით მოვიდნენ ეს ადამიანები, ვისაც შეუძლია რომ გასცენ ეს თავისი ცოდნა. და მე-13 ენერგია ეს არის, როცა შენ შეგიძლია ტრანსფორმაციაც მოახდინო სხვის ცხოვრებაში, ხო? დიდი ხანი ვიყავი ამით დაკავებული, საერთოდ სანამ არ მოვედი ეზოტერიკაში, ერთი პაზლი მქონდა ზუსტად დასამუშავებელი და აი როცა მოვხვდი უკვე ეზოტერიკაში და როცა ეზოტერიკაში როგორ ხვდებით ჩვენ ხოლმე, როცა ბევრი რაღაცა კითხვები გვაქვს, რაზეც ვერ ვაძლევთ ჩვენ პასუხებს, ხო? და თქვა ფსიქოლოგთან ვიყავი, თქვა კიდე რაღაც სპეციალისტებთან და მე უკვე სული მიდის თვითონ აი ეძებს, კიდე ეძებს და შევდივართ უკვე აი ესეთ ზოგი ეკლესიაშიც რა თქმა უნდა მიდის და ანუ ეძებს ადამიანი თავის თქვათ პირადანიშნულებას, ხო? და ჩაგეკითხებით უკაცრავად, როგორ განვასხვაოთ მისია ამბიციებისგან და სურვილებისგან. ხო, ნუ ამბიციები როგორ არის? იცი, ამბიციები ხა ეს არის სხვათა შორის არ არის ცუდი ამბიციები, მაგრამ აი ამბიციები არის, როცა მე რაღაცა ძალიან ისეთი მინდა და ვფიქრობ, რომ შეიძლება ზოგი გეუბნება, რომ თქვათ არ გამოგივა შენ ხო სიტყვაზე. მაგრამ მე მაინც აი ესაც არის აი ერთგვარი სულის ძახილი, ასე რომ ვთქვათ, რომ სული თვითონ კარნახობს და გეუბნება შენ, რომ მიდე აბა სინჯი, მიდე გამოგი. აი ამბიცია ჩემ შემთხვევაში იყო სკოლის დირექტორობა მინდოდა. თან ახლა საქართველოში, ახლა მე იცით თქვენ ახლა ვინც უკვე მიყურებს, ვინც არ მიყურებს, მე უფრო რუსულენოვანი ვარ, იმიტომ რომ კი ახლა მამით ქართველი ვარ, დაბადებული ვარ რუსეთში, მაინც იქ მეტი ნუ იქ დავიბადი, იქ გავიზარდე, ჩემი ენა არის დაუშვათ ახლა პირველი რუსული, ახლა მე ქართული ენა, ხო? და მაგრამ აი ეს ამბიცია ემხელა მქონდა, მაგრამ რადგან ეს უკვე სულის გზა იყო, მე უნდა ყოფილიყავ ეს მასწავლებელი, მე უნდა ყოფილიყავ ეს სკოლის დირექტორი, იმიტომ წამოვიდა აი ესეთი ამბიცია. და ეს რა თქმა უნდა მე ეს ყველაფერი გავიგე, როცა ეზოტერიკოსი გავხდა, ანუ როცა უკვე დავასრულე ეს მოღვაწეობა როგორც სკოლის დირექტორი, მაგრამ გავხდი სკოლის დირექტორი და ჩემი მისია ავასრულე და ეს ამბიცია, როცა შენ ან გრძნობ, ან გინდა რომ წახვიდე შენს გზაზე, შენ აუცილებლად შენი სული მიგიყვანს იქ, სადაც არის შენი მისია. ანუ ეს კიდე მისია რა არის? ანუ რაც შენ გინდა, რაც შენ მოგწონს რომ აკეთებ, აი წარმოიდგინეთ რომ აი ხა მაგალითად მასწავლებლობა ვიღოთ, ხო? არ არის მასწავლებლობა ძალიან მაღალი ანაზღაურებიანი, თქვათ ახლა პროფესია, რომ შენ ახლა იქ მილიონები იშოვო, ხო? და ამიტომ ეს არის უკვე შენი წოდება, ასე რომ ვთქვათ რა. შენ უნდა გიყვარდეს ძალიან ეს საქმე, შენ არ უნდა იფიქრო იმაზე, რომ დაუშვათ ახლა მე ახლა იქ რო წავალ სკოლის მასწავლებლად, ვთქვათ ახლა გავხდები მილიონერი, ხო? სიტყვაზე ის და მაგრამ აი უკვე სხვა შეიძლება ახლა მე მაგალითად ამ შემთხვევაში ახლა უკვე შევქმენი ჩემი აკადემია, როცა ეს მე-18 ენერგია დამემატა, ხო? უკვე მე შევქმენი, ანუ ეზოტერიკული სკოლა. მე სულ მინდოდა რაღაცის სკოლის შექმნა, მაგრამ არ ვიცოდი თუ დაუშვათ ახლა ეს ვფიქრობდი თავიდან, რომ აი ეს დირექტორი რო გავხდი სკოლის, აი ეს იყო ჩემი დაუშვათ ახლა მისია შევასრულე. ამ დროს თურმე არა. და აი უკვე აკადემია რო შევქმენი და უკვე მთელი სოფლიოს მასშტაბით რომ მოდიან ჩემთან სტუდენტები და უკვე სწავლობენ, აქ უკვე სხვანაირი ანაზღაურებაც არის, აქ უკვე აი ეს არის ამბიციაც უკვე სხვანაირი, მაგრამ
მიგიყვანს შენი სული ყველა ვარიანტში. ესე იგი შესაძლებელია მატრიცის საშუალებით გავიგოთ ჩვენი რეალიზაციის სფერო? აბსოლუტურად შესაძლებელია, იმიტომ რომ აი რატო ვიზახე ხოლმე ჩემს მაგალითზე, თუმცა მე ახლა აი 10,000 კონსულტაცია სუმცირე მაქვს ჩატარებული უკვე, იმიტომ რომ უამრავ ადამიანებისთვის, როგორც რუსულენოვანებისთვის, ისე ქართულენოვანებისთვის, სხვადასხვა ქვეყნიდან და არ ყოფილა ჯერჯერობით ჩემ ცხოვრებაში არც ერთი მაგალითი, რომ ვინ ადამიანმა თქვას, რომ ვაიმე, იცით რა არის, აი თქვენ ისეთ რაღაცებს მეუბნებით, რომ მე საერთოდ აი საჩემო არ არის ეგ თემა რა. რატო და იმიტომ რომ არის ზოგჯერ ჩვენში ისეთი სურვილი, რომელსაც ჩვენ გვეშინია რომ ვაღიაროთ, იმიტომ რომ ჩვენ რას ვფიქრობთ? რადგან აი ჩემი მისია, ხო? დაუშვათ, ზოგი მაინც გვეცნობიერად ფიქრობს, რომ ეს ისეთი საქმე არის, რაზეც მე უნდა ავიღო, თქვათ, ანაზღაურება ფულადი. ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ მართლა მასეა, მაგრამ სასწაული რაშია, იცით, როცა თქვენ პოულობ თქვა თქვენს ზუსტად საქმე არის იმ საქმეს რითიც უნდა იყო თქვენ დაკავებული, ხო? აი ეს თქვენი მისია ასე წოდებული, აი თქვენი სული გადის, თქვათ, თავის გზაზე, აი მაშინ სამყაროშენ იმდენს გაძლებ, უფრო მეც გაძლებ. აი ხა ნახეთ, ამის წინათ ახლა მეც ახლა სულ უყურებ ამ თემაში ვითარდება, მაინტერესებს და იყო ძალიან საინტერესო მაგალითი იყო, რომ ადამიანი ჩემ პრაქტიკაში ბევრი ეგეთი რაღაცა იყო სხვათა შორის, როცა ადამიანი მუშაობდა ძალიან მაღალი ანაზღაურებიან პოზიციებზე. მიაღწია ძალიან ბევრ რაღაცას, თქვათ, ხო? იმას ახლა კარგი სამსახური, კარგი შემოსავალი, კარგი, ცუდად არ გრძნობს ადამიანი დაუშვათ თავს, როგორც აი ფინანსურ თემაში, მაგრამ სულიერად ვერ არის კარგად რა, აი ძალიან ცუდად და ვეუბნები, რომ იცი რა არის, შენ უნდა იყო ნუმეროლოგი. არის მატრიცაში იქ მითითებული, ან რაღაცა ეზოტერიკით უნდა დაკავდე რა და ეს ადამიანი მეუბნება, რომ ვაიმე, იცი რა, რამდენი ხანი მინდა და მთელი ცხოვრება რაღაცები მაინტერესებს, მაგრამ მე შინოდა, რომ ვაი თუ ჩემი არ არის და დაუტოვებია დიდი აი ესეთი თანამდებობები ადამიანებს და წასულან ეზოტერიკაში და წარმოიდგინეთ, რომ ჯერ პირველ რიგში უფრო კარგად, მე ხა ეზოტერიკას просто არ არის აუცილებელი ეზოტერიკოსი იყო, მე მაქვს ხა ისეთი მაგალითები, სადაც გოგო იყო, მაგალითად ბუღალტერი, მთელი ცხოვრება თავისი ჰქონდა ფირმა, ამ დროს ოცნებობდა, რომ ყოფილიყო აი მოდელებს რო ქმნის რა ადამიანი ახლა დამეხმარეთ რა ქვია ამ ადამიანებს ვიზაჟისტი კი არა რო კერავენ რა ქვია მკაბებს მოდელებს რო ქმნიან და თურმე გოგოს ქონდა მთელი კოლექცია და ეშინოდა რომ ვაი თუ საჩემო არ არის ეგა და ამ დროს აღმოჩნდა მაგისი მატრიციდან რომ მაგი უნდა ყოფილიყო და ცნობილიც და მართლა ისე გაუხარდა და ეს რო უთხარი გამომიგზავნა კოლექცია თავისი ამ მოდელების და გაუცებული გავხდი მეთქი რატო მეშინოდა ვაი თუ ჩემი არ არის ეგ საქმე ვაი თუ ესე მე კი მომწონს მაგრამ მაინც იმიტომ რომ კიდევ უბრუნდები იმ თემას რომ ჩვენ ვფიქრობთ იმაზე რომ დაუშვათ აი ანაზღაურებაზე ხო იმიტომ რომ აი მექნება არა და უფრო მეც მოგცემს სამყარო იმდენს რომ შენ საერთოდ შეიძლება ცხოვრებაში არ ქონია ვერც წარმოგიდგენია იმიტომ რომ შენ დადეგი შენს გზაზე, მაგრამ კიდე ერთი მაგალითი მქონდა, ესე ძალიან საინტერესო, ერთი გოგო იყო, კალბატონი, რომ აი მე მაგალითად მთელი ცხოვრება დიასახლისი ვარ და ბავშვებს ვუვლი. ეხა უკვე ბავშვები გაიზარდნენ, მაგრამ მაინც ოჯახში ვარ და ეხლა ჩემი შვილები მაძლევენ ფულს. ისე მწვენია, რომ ასე მგონია, რომ მე ოჯახისთვის არაფრით არ ვარ და მინდა რომ დავიწყო მუშაობა, რომ თქვათ ვიყო საჭირო მეც ოჯახისთვის და ამ დროს მაგისი მისია ზუსტად იყოს დედა, რომელიც უნდა იყოს ოჯახში, შეუქმნას თავის ოჯახს პირობები, რომ ქონდათ ეს კომფორტი, ასე რომ ვთქვათ რა. და აი არის ეგეთი მისია აქ ადამიანს, სულმა ასეთი მისია აიღო და ამ შვილებს უხარიათ, რომ შეუძლია დედას, თქვათ, რამე ლამაზი უყიდონ, თქვათ, რაღაცით გაახარონ და ის ადამიანი სოციუმს აყოლილი
ნერვიულობს, რომ რადგან მე სახლში ვზივარ, არაფერს არ ვაკეთებ, ხო? ან დედა რამდენს აკეთებს სახლში, ხო ვიცი ჩვენ საერთოდ დიასახლეს იქალი. აი ამ დროს ეს ნერვიულ თან მოსწონს კომფორტულად გიგრძნობს თავს, მაგრამ აი ამ სოციუმის გამო ძალიან ნერვიულობ. და რომელი კარმული ამოცანები უშლის ადამიანს ხელს თავისი მისიის გაგებაში და რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ამ მისიის გზას გადაუხევს და სხვა ადამიანის მისიის გზით მიდის? როცა აღიარეს აყოლილი ზუსტად სოციუმს, იმიტომ რომ ნახეთ, არის მატრიცაში ესეთი პროგრამა, აი დაღუპული ნიჭი. გვია მაგას კიდე. ეგეთი არის საჯარო სირცხვილე, ну არის რაღაცა სახელები ისეთი პროგრამების, რომელიც ახლა ზუსტად მაგას მიგვითითებს, როცა ადამიანს ეშინია, ანუ სოციუმს არის აყოლილი, როგორც თქვი, რომ აი ამით დაუშვათ ახლა ადამიანს აქვს ხატვის ნიჭი, ან ცეკვის ნიჭი, ან სიმღერის ნიჭი. ან დაუშვათ, ну ყველა ახლა ხო იტყვის დაუშვათ, ახლა ვინ საქართველოში მეტუმეტეს ახლა იციან დაუშვათ, ну ახლა თუ საქართველოზე ვისაუბროთ, რომ თქვათ აი ცეკვაზეც მიიყვანს, მუსიკასაც მიიყვანს ბავშვს, თქვათ ხატვაზე რაღაცაზე, მაგრამ პროფესია შენ უნდა აირჩიო სხვა. ამ დროს ბავშვს ისეთი ნიჭი აქვს, მაგრამ იტყვის, ну დახატი, როცა შენ გინდა, ну იცი, აი კორჩილში რო წახვალ მეგობრებთან კარგად იცეკვებ სიტყვაზე, ხო? ან დაუშვათ ახლა იმღერე აი თქვათ მეგობრებთან ერთად რო იქნები, ან დაუშვათ სტუმრები რომ მოდი აბა შვილო გვიმღერე, იმიტომ რომ კარგად მღერი, მაგრამ როცა დაუშვათ ბავშვი მოდის და ეუბნება, რომ იცი რა დედა, მინდა რომ თქვათ ვიყო მსახიობი, რას ლაპარაკობ შვილო და ნუ წავედე მთელი ისინი, ხო იცით ატრიბუტები, ვინ არიან, ახლა თქვათ აი ცუდი, რატომღაც ცუდი მოდის, ხო? და ან ბავშვი თქვათ, აი დედა მე მინდა თქვათ, აი მხატვარი გახდე, რას ლაპარაკობ, იმიტომ რომ მშობელის ეშინია რისი, რომ არა ნორმალური პროფესია უნდა აირჩიო შენ, იმიტომ რომ შენ ხონდა ჭამოხო რაღაცა უნდა სვა და ეს ისე გქონდეს. ამ დროს ზუსტად აი ეს არის, რომ გაეგრძელებია მაგას თავისი გზა, თქვათ ეხლა ხო არიან ცნობილი მოცეკვავები, ხო? ხო არიან ცნობილი მსახიობები, ხო არიან ცნობილი მხატვრები. კი, შეიძლება მაგათი გზაც არ იყო ადვილი, მაგრამ არ დანებდნენ და არ აყვნენ თქვათ იმ სოციუმს და წავიდნენ და მიაღწიეს იმას, რასაც მიაღწიეს. აი ეს არის ადამიანი, აი კიდე არის აი ეს ძალიან ხშირად ემართებათ, აი მეათე ენერგია, ან შედებადებულები ვინც არიან, ან შეიძლება პირად ძალაზე მეათე ენერგია, ან ნიჭზე მეათე ენერგია, ეს ან 28 შედებადებულები ვინც არიან, ანაჩი მერყეობენ და არიციან, თქვათ, აი რა ვიცი რომ გავაკეთო და არ გამომივიდეს, მაგრამ თუ ბედავენ, აი ძალიან მაგარი, მაგრად იხსნება მე, ნუ ეს ერთ-ერთი მნიშვნელობა ამ ენერგიის, აი ეს არის და როგორ უნდა გავიგოთ, რომ უკვე ახლოს ვართ საკუთარ აი სული შენი როცა უკვე მღერის, აი შენ რო დილით იღვიძებ და იძახე რომ აი ღმერთო რა ბედნიერება არის რომ ეხლა ანდერ ჩხარა აი მე მაგათ მემართება ეგეთი რაღაცები რომ ჯერ საერთოდ აი მას თუნდაც მასწავლებელი რომ ვიყავი სიტყვაზე ხო აი როცა არის შენი დანიშნულება ისე მიხაროდა ხოლმე სამსახურში წასვლა მე ვდგებოდი აი ადრე და ესეთი წესი მქონდა მივდიოდი ხოლმე და სკოლასთან ვდგებოდი ხოლმე კარებთან და მოსწავლეებს ხვდებოდი და ეს ბავშვებს ისე უხაროდა და მეც მიხაროდა რომ სკოლის დირექტორი დგას კარებში, შემოსასწრე კარებში და უხარიათ ბავშვებს რომ ხედავენ დირექტორს და მე როგორ მიხაროდა. აი ეს არ იყო ჩემთვის სამსახური, აი ეს იყო ჩემი რაღაც, აი იქ რემონტს ვაკეთებდე, იქ ბავშვებთან ურთიერთობა, იქ კოლეგებთან, აი ეს ამაში ვიყავი, აი რაღაც აი ნუ როგორც რა ვიცი, როგორც თევზი წყალში რა. იგივე ეხლაც რო არის, თქვათ, ხო? აი შენ რო დილით გიხარია, შენ რო აი მე კიდე სამსახურში, მე კიდე ისა, აი შენ რო არ თვლი რომ შენ მიდიხარ სამსახურში, ხო? შენ თვლი რომ აი ხა მე გავიღვიძე და იმ საქმეს გავაკეთებ, ეხა თქვენთვის რომ ვინც უყურებს ჩემს გაშლებს, ხო? დილით, ყოველ დილით, აი რომ ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, ვინც არიცით მე კიდე ტაროლოგი ვარ, თუ პირველად ვიყურებთ, ლინკი არის ჩემს სხვა არხებზე. ვიდეოს ქვეშ, TikTok-ზეც მაქვს არხები და YouTube-ზეც, ხო? აი იქ რომ წერ თქვენ იმ სიტყვებს რომ ვაიმეო ისე რომ აი გელოდებოდეთ ან თქვათ დაუშვოთ ან როგორ მიხარია თქვენი დანახვა ან თქვენი გაშლები მეხმარება ეს ხო უფრო სადაც არ უნდა ვიყო მე მაინც კი არ ვცდილობ მე მინდა რომ თქვენ გაგახაროთ ხო იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი სამსახური ეს არის ჩემი საქმე
აი ეს არის. აი თუ გრძნობთ თქვენ რომ მართლა ხართ აი ასე თქვენ საქმიანობა გიყვართ, უკვე всё, ეს არის შენი. და საიდან დავიწყო საკუთარი მისიის ძებნა? საკუთარი მისიის ძებნა პირველი არის აი ეს მომენტი, რომ უნდა ნახო, რომ შენ რას გააკეთებდი ისეც, რომ აი ეს არის ბანალური, შეიძლება იცოდეთ კიდევაც, მაგრამ ეს მართლა მუშაობს ეს ტექნიკა. აი დაუშვათ ელემენტარული, აი წარმოიდგინო, რომ თქვათ, მე ვიცი, მე მაქვს ფული, ყველაფრისთვის აბსოლუტურად რაც მე თქვათ მჭირდება, სახლიც მაქვს, კარიც მაქვს, მანქანები, რა ვიცი, მე ყველაფერი მაქვს, всё, აი ყველაფერი მაქვს დაუშვათ. რით დავკავდებოდი? რას ვიზავდი? მაგალითად, ხო? აი ეს არის. მერე აი რას სად მიზიდავს, ან მოსინჯოთ ის, რასაც თქვენ გიძახეს. აი ეხლა გუშინ ვიყავით ჩემს მეგობართან სტუმრად და მასწავლებელია ეს გოგო და შვილიშვილები ყავს და ის მოიტანეს აი ეს რაღაც ის პლასტილინები რა, რაღაც ეხლა ახალი არის, აი რომ საძერწო რაღაც მასალა და ბავშვებს ეხლა დარჩათ შვილიშვილებს წავიდნენ და თვითონ დაჯდა და რაღაცა გავერთე რომ ვიფიქრე მეთქი ახლა აი რაღაცა გავაკეთო თავისით დაიწყო. ხო ხდები? ისეთი ულამაზესი რაღაცები გააკეთე, იმდენად შემითრიაო, იმდენად ვისიამოვნე. ამიტომ რეიბ გააკეთეთ, რომ დაგინახეთ გაოცდებოდეთ რა. როცა ადამიანი თქვათ უკვე არ არის პატარა თქვათ გოგუშკა, მაგრამ ვაიმე ისეთი გახარებული დადიოდა ღმერთო, თურმე ნიჭი მქონია ძერწვაში, მე არც ვიცოდე. არ ვიცი, შეიძლება გააგრძელოს იმ გოგომ და იმისთან რაღაცები შექმნას, რომ მართლა თუნდაც ახლა თავისიანებს და გაახარებს, თქვა, დაუშვა თავისი საქმიანობით. ეს, მაგრამ ეხლა რა არის, იცით, ეხლა კი შეიძლება მაგაში დახარჯო ბევრი დრო. აი სანამ შენ თავ იძიებ, კი ბატონო. მაგრამ რა თქმა უნდა, მე რითიც დავიწყე ხო ჩვენი დღევანდელი საუბარი, მე როცა მადრიდსა ჩემ ცხოვრებაში აღმოვაჩინე და რო დავინახა და ხო გითხარით, იმიტომ რომ აი ეს მომენტები რო თქვათ, კი, მასწავლებელი კი, სკოლის დირექტორი, ეზოტერიკოსი, აი მე ვთვლი რომ არ არის საჭირო დრო დაკარგო. ესე იგი აუცილებელია გავაკეთოთ ყველა კი ადამიანმა ბატონო. ბედის მატრიცა. იმიტომ რომ ეს არის აი დაგვეხმაროს პირველი ნაბიჯების. კი, იმიტომ რომ ეს არის როგორ იცი, ეს არის შენი სულის რუკა. შენ მან ხედავ ყველაფერს, პლუს კიდე მან გეძლევა შენ უამრავი, აი პირველ რიგში გაფრთხილებები, რითიც არ უნდა იყო დაკავებული, აი მაგალითად ახლა აპტიაკე ელემენტარული, ხო? შეიძლება დგას ორი აპტიაკე. ერთი ადამიანი თქვა, ეს აპტიაკე ერთი ყვავის, ყველაფერი არის იქ, ხო? აი მიდიან ხალხი სიამოვნებით, იმიტომ რომ ესეთი ფარმაცევტი ხდება, რომელიც აი ყველაფერს უხსნის, რა წამალი რისი რა. მეორე აპტიაკში შედია იგივე წამლები, მაგრამ ძალიან ნაკლებობა ხალხის და ან შეიძლება შედიან რატო? და ეხლა თქვათ, ეხლა მფლობელი ფიქრობს, რატო? ვერ გავიგე, აი ერთი და იგივე. კონკურენცია არა. იმიტომ რომ აი ეს ადამიანი, აი მე მეგობარი მყავს, ჩემი და ხალი, იმას აქვს მეცხრე ენერგია, როცა არის ხოლმე და ისე ვამბობ ხოლმე ნიჭზე. რომ შეიძლება გახდე ძალიან მაგარი ეზოტერიკოსი, კი მოსწონს, აინტერესებს ეს თემები ძალიან ბევრია. ცოდნა აქვს, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგად ერკვევიან, ანუ სულ ერკვევა და ძალიან კარგად თქვათ, ახლა ბალახებში, ნუ ერთი სიტყვით ძალიან მაგარი ფარმაცევტები არიან რა. და ეს ჩემი მეგობარი არის როგორიც იმ დონეზე უყვარს თავისი პროფესია, იმდენ ადამიანს ეხმარება, რომ გაოცებული შეიძლება იყო რა. და შეიძლება და მეორე კიდე მაგის გვერდით არის ერთი თქვა თანამშრომელი, აიყვანეს საერთოდ ვერ ერკვევა. ვერც სწავლობს ეს ადამიანი, იმიტომ რომ მისი არ არის ეს. მისი შეიძლება არის აი სულ სხვა რაღაცა საქმე და არ იცის, მაგრამ აქ ხელფას ხომ მაინც მიხდიან. მივხვდეთ რა ხდება? და სხვათა შორის ძალიან ბევრი მყავს, აი გოგოები, ვინც საზღვარგარეთ წასულები არიან, ვინც იქ მუშაობს და იქაც კი უპოვია თავისი მისია და იმიტომ რომ ნახეთ კიდე ერთი მომენტი არის, არ არის აუცილებელი რომ შენი განვითარება მოხდეს უშუალოდ იქ, სადაც შენ დაიბადე. და სხვათა შორის ბევრი შეიძლება კიდე ადამიანი იკარგება და ვერ მიდის თავის მისიაზე, იმიტომ რომ
რჩება იქ, სადაც დაიბადა. ამ დროს უნდა წავიდეს რა იქიდან. აი რო ვიკითხები კონსულტაციის დროს, არ ქონდა სურვილი, რომ სადმე წასულიყავი სხვაგან, იმიტომ რომ ხედავ მატრიცაში, რომ მისი განვითარება ვაფშე სულ სხვაგან არის რა. არა იმ ადგილზე, სადაც დაიბადა. და ამ და ყველაფერში მედიტაციები გვეხმარება? კი, ამაზეც ვიტყვი და ანუ აქ არის ესეთი მომენტი, რომ თქვა, ეს ადამიანი როცა მიდის სხვა ქვეყანაში, დაუშვათ სხვა ქალაქში, იქ მერე იხსნება მისი, აი ეს მისიაც იქ არის რა. მაგრამ ბევრს ეშინია და უთქვიათ, რომ კი, მინდა, იცით რა, მქონდა ბევრი რაღაც ესეთი მომენტები, რომ თქვათ, ეხლა შემომთავაზეს, მაგრამ რაღაც მეშინია. ნუ ახლა იქ რა თქმა უნდა კონსულტაციის დროს მე ველაპარაკებ, ვეუბნები ეს შიშებიც როგორ უნდა მოხსნა და ასე შემდეგ, მაგრამ აი მედიტაცია რო ახსენე, ეს ძალიან მაგარი რაღაცა, იმიტომ რომ არის რა თქმა უნდა ახლა კი, აი მე ეხლა პრინციპში ეს კურსიც რატო დავიწყე ახლა ამის გაკეთება, იმიტომ რომ პირველ რიგში მე მინდა რომ აი ეს იქნება ისეთი რომ პირველ კურსზე ყველა ვისაც ენდომება ისწავლის გამოთვლას თავის მატრიცის, თქვა თავის აი დანიშნულებებს, ნიჭებს, რესურსებს, ყველაფერს, ხო? და აი მაგ დროს უფრო მეც დაინახავს, თქვა ეს ადამიანი რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს, ხო? იმისთვის, მაგრამ კიდე მატრიცაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ის მომენტი, რომ შენ ახლა არ შეცდები და ხო და ეს მედიტაციები აუცილებლად დავბრუნდები, ცოტა იქ წავედი. მე მქონდა ძალიან ბევრი ტრენინგები რუსულ ენოვანებთან მუშაობდი, ეხლა ქართულ ენოვანებიც მთხოვენ და ამიტომ დავიწყე ქართულად. დავიხვეწე, ხო? ქართულიც უკვე რა თქმა უნდა რუსულად უფრო ადვილი იყო ჩემთვის, მაგრამ არა უშავს ვაკეთებ, უკვე თითქმის შექმნილია ეს კურსი და იქ არის მეუბნებოდნენ რატო დავიწყე, ხო? იმიტომ რომ კი გავიგე აი თქვათ ეს უნდა გავაკეთო, ეს მაქვს მინუსში, ეს მაქვს პლუსში, კი გავიგე რა გავაკეთო იმისათვის, რომ მე ეს გამოვასწორო. აი მაგისტრის არის ძალიან მაგარი მედიტაციები და ნუ ისედაც ძალიან ბევრი მედიტაციები აქვს ჩაწერილი, ჩემთან ქალთა კლუბში ვინც არის, ახლა მქონდა YouTube-ზე შეიძლება ზოგს კიდე მოვათავსებ ამ არხზე მედიტაციებს, მაგრამ მაქვს უამრავი მედიტაცია ჩვენ ქალთა კლუბში, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, შეგიძლიათ ნახოთ და Telegram არხზე. და შემდეგი კიდე მედიტაციები, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ 22 ენერგიიდან ვარ შექმნილები, იმ 22 ენერგიას რო დაამუშავებ, იდეალური იქნება. ნუ ეს უკვე კურსზე, ეს ვისაც აინტერესებს კურსზე, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ვიდეოს ქვეშ. აქაც იქნება, რა თქმა უნდა, ლინკი, სადაც შეგიძლიათ ეს ყველაფერი ინფორმაცია მიიღოთ, მაგრამ მე ჩემი მხრიდან თქვენ გისურვებთ სულ ყველას, რომ იპოვოთ თქვენი სულის გზა. მისია ეს არის თქვენი სულის გზა. როცა შენ იცი, სად მიდიხარ, ხო? როცა შენ აი მე სულ მაგას ვამბობ, რომ მატრიცა არის, ანუ ერთხელ გააკეთე, მთელი ცხოვრება გახსნილია, შენ იცი რა არ შეიძლება, რა შეიძლება, რა დაგეხმარება, რა შეგიშლის ხელს და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ყოველდღიური კითხვები. ამიტომ დიდი სიხარულით, დიდი სიყვარულით მე გისურვებთ თქვენ სულ ყველას, რომ იპოვოთ თქვენი სულის გზა. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში, აუცილებლად დაგეხმარებით დიდი სიხარულით და სიყვარულით. ქალბატონო ვალენტია და ბევრ კმაყოფილ მსმენელს გაიხარეთ ჩემო საყვარელო, მადლობა. ნამდვილად მე მიყვარს ჩემი მსმენელები, ძალიან მაგრები მყავს და ძალიან მინდა რომ ყველა იყოს ბედნიერი და ვიცი რომ მატრიცა ძალიან აი ჩემი ცხოვრება აი პირადად შეცვალა იმ დონეზე რომ აი რო არ გეოცნებია და აი ესეთი ზღაპარში აღმოჩნდა. რასაც მე თქვენ გისურვებთ.